აგვაღველვა ყველა საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო რეფორმამ, რომელიც დაიწყო წერა-კითხვის უცოდინარმა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით რეჟიმმა და მთავარი უცოდინარი და შლუნგი არის ოლიგარქი ივანიშვილი და შემდგომ მის გარშემო არსებული შლუნგები ტალახაძე, პეტრიაშვილი, სანიკიძე, კობიაშვილი, წილოსანის ქალი, კიდევ წიგნთან რომ შეუთავსებლობა აქვს. ბავშვობიდან. ხო, მათ დაიწყეს ეს რეფორმა, თავიდან ბოლოს დადგა გარკვეულობა, რომელიც ჯობია არ დამდგარიყო უნივერსიტეტების გაერთიანება, რომლებიც უკვე საუკუნეა ფუნქციონირებენ, აქვს თავიანთი მსოფლიო რეიტინგი, შეიძლება ითქვას, გაზარდეს არაერთი მსოფლიო სახელის მეცნიერი ელიტა ყველა დარგში და ეხლა უნდათ რომ ეს ყველაფერი იგივე სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, ადრე გპ-ი ერქვა, ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთმანეთს შეალეწონ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ეს ძალიან გაკეთება ფაქტურად უნდათ რომ ჩაკლან ეს უმაღლესი განათლების ორი უდიდესი კერა, ფაქტურად დაიწყეს დაშლა ამ ორი უნივერსიტეტის. ეს არის ტორნადო შეიძლება ითქვას, საგანმანათლებლო ტორნადო, რაც პირდაპირ ეროვნულ ინტერესებს ურტყავს, მომავალს ურტყავს და მიმართულია იქით, რომ გადაშენდეს ეს ქვეყანა საბოლოოდ, რაც დაწყებულია და არც სტუდენტები იყვნენ, რაც რომ დაამთავრებენ, მათაც პრობლემები შეექმნათ, ესეთი რეფორმა ჩაატარეს, ასე რომ ვთქვათ, უმაღლესში უკვე ევროპისა და ამერიკის მასშტაბით აღარ ემთხვევა აქაური საშუალო განათლების სერტიფიკაციული მონაცემები, 12 წლიანი უნდა იყო რომ მიგიღონ, აქ 11 წლიანზე გადავიდნენ, თავიანთი შვილებისთვის კერძო კოლეჯები დატოვეს 12 წლიანი, ახლა უკვე მიადგენენ უნივერსიტეტებს და ვიმეორებ, ეს არის ინტელექტუალური გენოციდი. დარჩა რომ აუკრძალოს შობადობა ხალხს, ბავშვების გაჩენა, ვინც არ მოწონს და ვინც არ უნდა რომ გამრავლდეს, ნაწილს დაუტოვოს ამის უფლება და აქამდე წარმოუდგენელ დონემდე ვართ. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ძალიან სერიოზული პროტესტის საფუძველი, ჩემო პროფესორებო, ჩვენო მასწავლებლებო, ლექტორებო, ძალიან რომ ასე ვთქვათ, მეტი აქტიურობით და არავითარი მიმართვები, რომ აი ჩვენ ქოცები ვიყავი და მხარს გიჭერდით და აი ახლა ნუ გადაგვაგდებ და ნუ დაგუყავ და ნუ დაგვიქცევ ოჯახებს, ეგეთ რამები არ იყოს, ეს ცხვილია ხალხო. დამაბნელებლებს კიდე კომპლიმენტებს ნუ მიუძღვით.